ათეროსკლეროზი რა ანალიზებით უნდა გამოვიკვლიოთ? ათეროსკლეროზი გამოკვლევის მეთოდით შეიძლება სიზარღვების გამოკვლევის სპეციალური მეთოდი არსებობს და იმ მეთოდით შეუძლია დაადგინონ. ანუ როგორ უნდა მივიდეს? დოპლეროგრაფიით უნდა მივიდნენ სპეციალიზირებულ ან კლინიკაში ან პოლიკლინიკაში და იქ ჩაუტარებენ დოპლეროგრაფიას, რომელთაც დაადგენენ სიზარღვების გამტარიანობას, ხო, შევიწროებას და შემდეგ. უფრო რთული მეთოდი არის უკვე როცა კონტრასტს იყენებენ და კონტრასტული მეთოდი. ძირითადად ამას იყენებენ გულის სიზარღვების, ხო, კორონარული სიზარღვების დიაგნოსტიკისთვის, როცა კათეტერით შედიან იმ ადგილას, სადაც იწყება, ესე იგი აორტიდან სისხლი გამოდის და იწყებს გულში, მათ შორის აორტიდან გამომავალი ერთი თოთია, რომელიც თოთიანდება თვითონ გულში, კორონარულ სიზარღვებს კვებავს. აი იქ შედიან კათეტერით იქამდე და იქ შეყავთ კონტრასტი და შემდეგ რენტგენის მეშვეობით უყურებენ როგორ ივსება კორონარული სიზარღვები, მაგრამ შეუძლია გადაიღონ ვიდეო, სურათები, ქვეყანა რაღაცები. და ისე ჩვეულებრივად დოპლეროგრაფიით შეიძლება დაადგინოს ზოგადი მდგომარეობა. კონკრეტულ სიზარღვეს თქვათ არის საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, თავის გამოკვლევის მეთოდი აქვს და სხვა სიზარღვს გააჩნია სად არის პრობლემა და რისი გამოკვლევა უნდათ. კარგი, გამოვიკვლიეთ, ანალიზები გვაქვს, ვიცით რომ თქვათ სადღაც ფოლაქები გვაქვს, მე რას ვაკეთებ, როგორ ვკურნალობთ და სად უნდა წავიღოთ ეს ჩვენი საბუთეებში. მე როცა აღმოვაჩენთ რომ ორმოში ვზივართ, 9 უნდა შევწყვეტოთ. პირველი უნდა შევცვალოთ კვება და რამაც გამოიწვია ათეროსკლეროზი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ათეროსკლეროზი არ იწვევს ქოლესტერინის. ათეროსკლეროზი იწვევს გლიკაციის საბოლოო პროდუქტები, ქვია გლიკაციის მოლეკულები, როცა შაქარი შეუერთდება უმეტეს შემთხვევაში ცილას და თან თუ თერმულად არის დამუშავებული, აი რამდენი შემთხვევა მქონდა ხა პაციენტებთან კონსულტაციაზე, რომ გახუხუნებულ პურს ჭამ. პური ხო არ არის, არ ვარგა და ცუდია და გახუხუნებული 100-ჯერ უფრო ცუდია, იმიტომ რომ იქ ზუსტად ცილა და ჟახშიწყალი გააცხელეთ კიდე და გაახუხუნეთ. ანუ შექმნით ის მოლეკულები, რომელიც პირდაპირ გამზადებულ ფორმაში გადადის სისხლში, ეწებება ეგრევე სადაც კი შეძლებს მიწებებას. ანუ ჩავასვარკეთ? ჩავასვარკეთ სიზარღვზე, როგორც მოხდება სიზარღვზე გლიკაციის მოლეკულები და ისინი იწყებენ აქ ანთებით პროცესს და სიზარღვის რღვევას და ორგანიზმმა რომ გადაარჩინოს სიზარღვი და არ მოხდეს მისი რღვევა და არ მოხდეს გასკდომა, დარღვევა, რა ვიცი, ანთებით პროცესის შორს დასვლა, ზემოდან ესე აწებებს ლეიკოპლასტირები, ხო, როგორც გაჭრილი ოქროს ლეიკოპლასტირებს ვიწებებ, ასე აწებებს ქოლესტერინულ მიმარს, რა ქვია, ლეიკოპლასტირებს. და მე უკვე უბრალოდ ამასთან, რადგანაც შეხებაშია სისხლის მოქცევა, აი თუ გაქვთ ნანახი, სიზარღვის შიდა კედელს ენდოთელი, ხო, ძალიან ისეთი სლიკინა, პრიალა. და ამას სისხლი მიდაცურავს, ესე მისლიკინებს რა და როდესაც გაჩნდება რაღაცა წარმონაქმნი, ნებისმიერ დაბოლება, მას უკვე სისხლიანი ფორმიანი ელემენტები ეჯახება, ხო, ხან ერითროციტი ეჯახება, ხან ლეიკოციტი ეჯახება და ჯერ ერთი ელექტრომაგნიტური ველი იცვლება და იმუხტება ერთის და მეორეს. და მე ამ დაჯახების მომენტ შეიძლება კალციუმის კრისტალი დაეჯახოს და ზედარჩეს. და იწყება მე კალციუმის პარალელების დაგროვება. შემდეგ შეიძლება თრომბი განვითარდეს და ის თრომბი გაეჭედოს და ასე შემდეგ. ამ პროცესი იწყება შაქრებით. და მე ქვეყანა რაღაცა შეიძლება მოხდეს და როცა აღმოვაჩინოთ ფოლაქები არის, უნდა დავიწყოთ თანმიმდევრულად ამ სტრუქტურული კომპონენტების დაშლა. ერთ-ერთი ყველაზე კაი საშუალება არის კაური ვიტამინი, რომელიც ამ კალციუმს, რომელიც სიზარღვშია დაგროვილი, ნაწილობრივ მაინც ხსნის და მიაკ ძვლებში და კბილებში ალაგებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი D3 ვიტამინი კაურ ვიტამინთან ერთად. რომ არა თუ მოხსნაზეა ლაპარაკი, ახალი კალციუმის მარილები რო არ ჩალაგდეს სიზარღვის კედლებში. ხო, ეგ უნდა მეკითხა ახლა. ანუ თქვენ ახლა იგულისხმეთ D3 MK7, ეს არის კაური ვიტამინის მეშვიდე ფრაქცია, ანუ ერთ-ერთი ნაირსახეობა. ანუ კაური ვიტამინი, თავი არის კაური ვიტამინი. კაური ვიტამინი პროდუქტები შედის ცოტა რაოდენობით შედის ყველში, და რაც უფრო ცხიმიანი ყველები, ცივი წესით დამზადებული, მით უფრო მეტ კაური ვიტამინი შეიცავს და უფრო მეტი კაური ვიტამინი არის ცივად დამზადებულ კომპოსტოს წნილში. თუ მას მოასხავთ ზეითუნიზე, სხვაზეთი არ ვარგა, ან ცხიმს, იმიტომ რომ კაური ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, კომპოსტოს წნილიდან კიდევ უფრო მეტ კაური ვიტამინს მიიღებთ. ეხლა რა კარგი რამე თქვით. ანუ ვისაც D ვიტამინი აქვს მარტო კაურის გარეშე. თუ კი წნილს მიაყოლებს, ანუ ზეთმოსმოს. ხო, მაგრამ უყურეთ როგორ არის.
როგორც წესი მინიმალური რაოდენობა D ვიტამინზე, K2 ვიტამინის არის ასეთი შეფარდება მინიმუმ 10,000 საერთაშორისო ერთეულ D ვიტამინზე სასურველია 100 მიკროგრამი K2 ვიტამინი. ან მეტი. და ეხლა თქვენ მჟავე კომპოსტში როგორ დაითვლით რამდენი K2 ვიტამინი მიიღეთ? და შეიძლება გამოვიდეს რომ D ვიტამინი უფრო მეტია და ეს ბალანსი დარღვეულია და მაინც ჩალაგდეს. როცა ბადის სახით არის იქ კომპანიას გათვალისწინებულია და გათვლილია ეს მომენტი ზუსტად იმ შეფარდებით და რომ არ მოხდეს რაღაცა ხიფათი. გასაგები.